დღეს ჩვენ საუბარი გვექნება მსოფლიოში 5 ყველაზე საშიშ ბანდაზე, რომლებთან შეხვედრასაც არავინ ინატრებს. მაშასი დავიწყეთ. მეხუთე. MS-13. MS-13 იკითხება როგორც მარა სალოტრაშა. ამ სახელის ქვეშ გაერთიანებულნი არიან სხვადასხვა ქვეყნის ბანდები, რომელთა საერთოს კონკრეტული სიმბოლო და საქმიანობა წარმოადგენს. ისინი ვაჭრობენ ნარკოტიკებით, ძარცვავენ ბანკებს, იტაცებენ ხალხს. ეს ბანდები ცნობილნი არიან თავიანთი სისასტიკითა და შეუწყნარებლობით. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ზრდადი ბანდა. მის ჩამოყალიბებას უხეშად რომ თქვათ ხელი შეუწყო სხვა ბანდების ჩამოყალიბებამ, რადგან ისინი იძულებულნი იყვნენ თავი დაეცვათ და გაფართოებულნი იყვნენ. მათი რაოდენობა 70,000-მდე აღწევს. მათთვის სტატუ დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ბანდის წევრები ერთმანეთს ხშირ შემთხვევაში სტატუთით ცნობენ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამ სტატუს გაკეთება მეგობრებო, საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ამ მაფიის წევრებთან შეხვედრა ხშირ შემთხვევაში რთულად მთავრდება. ბანდის წევრები ძალიან სასტიკად ეპყრობიან იმათ, ვინც არ არის ბანდის წევრი და გაკეთებული აქვს სტატუ. მეოთხე. მაფია. იტალიური მაფია. ხშირად მოიხსენებენ კოზა ნოსტრას სახელით. იტალიელები თვლიან, რომ მაფია ის არის ევოლუციური საშუალება, რომელმაც ქუჩის საქმეები მიიყვანა სახელმწიფო საქმიანობამდე. მაფია ცნობილია თავისი შეუწყნარებლობითა და სისასტიკით, განსაკუთრებით მაშინ, როცა არღვევენ მაფიის კოდექსს. მსხვილი წარმომადგენლები არიან კოზა ნოსტრა ამერიკაში, საკრა კორონა უნიტა, კამორა და სხვა მრავალი. მათი ძირითადი საქმიანობაა ნარკოტიკებით ვაჭრობა, ადამიანების გატაცება, აზარტული თამაშის ბიზნესი. მესამე. 18 ქუჩის ბანდა. ბანდა ჩამოყალიბდა 1960 წელს კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში. ბანდის ძირითად წევრებს წარმოადგენენ ცენტრალური ამერიკელები და მექსიკელები. მათი რაოდენობა აჭარბებს 30,000-ს. მათი საქმიანობაა ნარკობიზნესი, იარაღებით ვაჭრობა, ფულის გამოზავლა, ტრეფიკინგი, აზარტული თამაშები, არალეგალური საბუთების კეთება. მოცემულმა დაჯგუფებამ ბოლო 10 წლის განმავლობაში ამერიკაში 3-ჯერ მეტი ადამიანი მოკლა ვიდრე სხვა ბანდებმა. 18 ქუჩის ბანდის წარმომადგენლებს შეხვდებით მსოფლიოს 11 ქვეყანაში. მათ მოწინააღმდეგეებს წარმოადგენენ MS-13, ანუ მარა სალოტრაშა. 2013 წელს მათ შორის არსებულმა დაძაბულობამ იმ დონეს მიაღწია, რომ სახელმწიფო ჩაერია მათ განეიტრალებაში. მეორე. არიელები. არიელთა საძმო. მსხვილი ბანდა ამერიკაში, რომელიც შედგება თეთრი რასისტებისაგან. ბანდა ჩამოყალიბდა 1964 წელს კალიფორნიაში, კონკრეტულად კი კალიფორნიის ერთ-ერთ ციხეში სახელად სან-კვენტინი. მათ შეხვდებით კალიფორნიაში, ნიუ-იორკში, არიზონაში, ტეხასში, ოჰაიოში და ამერიკის ფედერალურ ციხეებში. მიუხედავად იმისა, რომ არიელების ბანდის 0.1% ზის ციხეში, ციხის მკვლობების 20% სწორედ ამ ბანდის სახელზე მოდის. ბანდის წევრთა რაოდენობა 15,000 აღემატება. მათი ძირითადი საქმიანობაა იარაღით ვაჭრობა, მკვლელობები, ფულის გამოზავლა. მოცემული ბანდის საქმიანობა გვხდება სერიალ ანარქიის შვილებში. მათ მოწინააღმდეგეებს წარმოადგენენ შავი პარტიზანთა ოჯახი, მარა სალოტრაშა და სხვა მრავალნი. თუ თქვენ გაქვთ სურვილი გაწევრიანდეთ ბანდაში, ამისთვის აუცილებლად უნდა მოკლათ ვიღაცა. პირველი. იაკუძა. იაკუძა იაპონური ბანდა, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი უზარმაზარი ტატუებით. ისინი ქვეყნის ყველაზე გავლენიან დაჯგუფებას წარმოადგენენ. მათი რაოდენობა მხოლოდ იაპონიაში 80,000-ს აჭარბებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ბანდა ჩამოყალიბდა მე-17 საუკუნეში და ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძველ ბანდად მთელ მსოფლიოში. მათ შეხვდებით იაპონიაში, ჩინეთში, ამერიკაში, ტაილანდში, ფილიპინებზე. ბანდას მედიასა და გაზეთებში ხშირად მოიხსენიებენ იაპონური მაფიის სახელწოდებით. მათი საქმიანობაა ფულის გამოძალვა, იარაღითა და ადამიანებით ვაჭრობა. მათ მოწინააღმდეგე ძალას წარმოადგენენ ჩინელებისა და კორეელების დაჯგუფება. ბანდაში გასაწევრიანებლად საჭიროა გაწყვიტოთ ოჯახთან ყველანაირი კავშირი და დაანახოთ ბანდის ბოსს, რომ მხოლოდ მისი მორჩილი ხართ და შეუძლია გენდოთ. თუ მოგეწონათ ჩემი ვიდეო, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ასევე კომენტარის სახით დააფიქსირეთ საკუთარი აზრი. სურვილისა და ინტერესის შემთხვევაში მომწერეთ და გავაკეთებ მეორე ნაწილსაც.